რა ხდება კრიპტო ბაზარზე და რას უნდა ველოდოთ ბიტკოინი და ეთერიუმისგან. მეგობრებო, ამ ვიდეოში განვიხილავთ კრიპტოს, განვიხილავთ ბიტკოინს და ეთერიუმს, რა ხდება ბაზრებზე, რას უნდა ველოდოთ, გამოიყურებიან თუ არა ისინი ძლიერად და დაგვიანეთ თუ არა შენ ისევ ყიდვა. პირველ რიგში, სანამ გადავალთ ვიდეოს და განვიხილავთ ამ ყველაფერს ტექნიკურად, ძალიან მაინტერესებს იმ ხალხის აზრი, რომლებიც წერდნენ 45,000 ჩამო, 40,000 ჩამო, 30,000 ჩამო და ასე შემდეგ, სხვათა შორის კიდევ მაინტერესებს რა აზრის არის ისინი, კიდევ ველოდებიან თუ არა ისინი 30 და 40,000-ზე ჩამოსვლას, მართლა ძალიან მაინტერესებს და აქვე მინდა გითხრათ, რომ აქ არავის არ ვეჯიბრები, არც არავის არ ვაკნებ, რა შენ არიც და მე ვიცი, უბრალოდ კიდევ ერთხელ მინდა რომ გავამახვილოთ ყურადღება შემდეგ რაღაცაზე, რომ არავინ არ იცის ბიტკოინი სად ჩამოვა, სად წავა, როგორ წავა, რას გააკეთებს, როდის იქნება ბულ მარკეტში, როდის იქნება ბერ მარკეტში და ასე შემდეგ. ერთადერთი რაც იცი შენ არის ის, რომ ეს არის იაფი, ვიდრე იყო 2 თვის წინ, 3 თვის წინ და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, გაქვს ზონები, სადაც შეგიძლია იყიდო, შეგვეძლო ჩვენ თავიდან გაგვეხილა, რომ მაგალითად სიტყვაზე 70,000 ჩამო, 40,000 ჩამო, 50,000-იან სხვადასხვა საფეხურები შეიძლება იყოს, სუპორტები შეიძლება იყოს, სადაც შენ შეგიძლია დამატებით კიდევ იყიდო და შეხვიდე პოზიციებში, მაგრამ როცა შენ ერთი კონკრეტული ლეველი გაქვს განსაზღვრული დამოფრო 40,000 ჩამოა, 55,000 ჩამოა და მაგას ელოდები, ხშირ შემთხვევაში ეგ არ მოდის ხოლმე და რჩები პოზიციის გარეშე, ან პირიქით აკეთებ სისულელეებს და კარგავ თანხას, ხომ? ამიტომ როგორც რეიდალიო ეძახის ხოლმე შეცდომებს დავუშვებ, რეფლექცია და ამ რეფლექციაზე შემდეგ უკვე წინსვლა და პროგრესი. ეს რაც შეეხება ჩემს შესავალს და ასევე მინდა გითხრათ, რომ ვინც არ არის გამოწერილი არხზე, გამოიწერეთ და ლაიქეთ ვიდეო, რათა ეს კონტენტი უფრო ბევრმა ნახოს. ეხლა კიდე გადავიდეთ მეგობრებო ჩარტებზე და მოდი განვიხილოთ, რა შეგვიძლია ველოდოთ ბიტკოინ და ეთერიუმის ჩარტებიდან. მინდა გითხრათ, რომ ის ლეველი, რომლის გარღვევაც გვინდოდა მეგობრებო, გავარღვიეთ და ამას ვხედავთ, აი აქ, და გეხაზავთ, რომელ ლეველის გარღვევას ველოდებოდით ამ ლეველის გარღვევას და ხედავთ, რომ გქონდა რეჯექშენი და შემდეგ აქ გავარღვიეთ, აქ სხვათა შორის დაბალ ტაიმფრეიმზე შეგვიძლია კიდევაც აქ ლონგი აგვეღო, swing long, იმიტომ რომ კარგი, ასე ვთქვათ, გარღვევა იყო 4 საათიანზე, მე მგონი თუ არ ვცდები. კი ბატონო, ხედავთ, რომ 4 საათიანზე გაირღვა, რიტესტი წავიდა ბაზარი, მაგრამ ეს არის იდეალური ტრეიდი სხვათა შორის. ასევე მე აქ შორტ შევიდი, მაგრამ ტრეიდებზე ვისაუბრებთ. შემდეგ, მაგრამ ჯერ მაღალი ტაიმფრეიმი დავიწყოთ, ვიკლიზე რა თქმა უნდა, აქ ჯერჯერობით ვერაფერს ვერ ვხედავთ, ვიკლიზე ერთადერთი ჩვენი ლეველი, რასაც ვხედავთ, მაღლა რომლის გატესვლაც გვინდა არის აი ეს, რომელსაც ახლა მე გავაწითლებ, შემდეგ აქვს აქ სუპორტი, რომელიც გავარღვიეთ, გავამწვანოთ, ეს არის ჩვენი high time frame ლეველები, ან ჩვენი high time frame ტარგეტი არის 92,000 $. და შეიძლება უფრო მაღლაც დაბალ time frame-ზე ჩამოვიდეთ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ 90,000-დან პლუს-მინუს 86,000-87,000-დან შეიძლება გატესტვა, თუ ეგეც გავარღვიეთ. შემდეგ რა თქმა უნდა გვაქვს უკვე 105,000 და ეს ყველაფერი შეიძლება მოხდეს ისე მალე, რომ თვალის დახავხანებას ვერ მოვასწროთ, მეგობრებო. ამიტომ ყოველთვის ვამბობ ხოლმე, რომ ველოდები იდეალურ შანსს რომ იყიდო, ან ამ შემთხვევაში ყიდვაზე ვლაპარაკობთ, ხო და ინვესტიციაზე, იმიტომ რომ ტრეიდინგში ყოველთვის შეგიძლია შეხვდე და ტრეიდი ყოველთვის შეგიძლია რა თქმა უნდა იყო. ახლა ვსაუბრობთ ინვესტიციებზე. ეს რაც შეეხება ჩვენ ტარგეტებს და რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ტარგეტები გააქტიურებს, რა თქმა უნდა ბაზარი აქ რომ არის, შენ ვერ იტყვი, რომ ბაზარი ავა $120,000-ზე. რა თქმა უნდა ამას უმიზნებ, მაგრამ ამას შენ ვერ იტყვი თავიდან, იმიტომ რომ მანამდე ჯერ ბევრი რამე არის გასაკეთებელი, ხო? აი როგორც აქ რო იყო ბაზარი, ყველა რო ყვიროდა, რომ ბიტკოინი ჩამოვაო 54,000 ან 42,000-ო, ხო? რა საფუძველი გაქვს მაგას რო იძახი, ანუ წინასწარმეტყველი ხარ, იმიტომ რომ სხვანაირად ვერანაირ ახსნას ვერ მოუძებნი მე, რომ როცა ფასი აქ იყო 93,000 $-ზე, მე ვერანაირ ახსნას ვერ მოუძებნი იმას, რომ შენ იძახი, რომ ბიტკოინი ჩამო 40,000 $-ზე, ან თუნდაც 60,000 $-ზე, ვთქვათ, რომ 60,000 მართლა გატესტა, მაგრამ შენ არანაირი საფუძველი არ გქონდა, ხო? იმიტომ რომ შენ ვერ იწინასწარმეტყველებ საპროცენტო განაკვეთს, ვერ იწინასწარმეტყველებ კრიზისებს, ვერ იწინასწარმეტყველებ უმუშევრობას ვერ იწინასწარმეტყველებ გრიპებს, ვირუსებს, ომებს და ასე შემდეგ. ვერაფერს ვერ იწინასწარმეტყველებ. ხო, შეიძლება ხვალ მოხდეს რაღაც
უბედურება შეიძლება მოხდეს და ყველაფერი ჩამოეშალოს და დიდი კორექცია გქონდეს. ხო, ან პირიქით რაღაც ძალიან მაგარი შეიძლება მოხდეს და ყველაფერი წავიდეს მაგ. ხო, ან ამ ყველაფერს შენ თავიდან ვერ გასაზღვრა და იმიტომ ამ ხომ ყოველთვის რომ არის უდიდი ისე როცა შენ ყვირი ხარ, აი აქ რო ბაზარი ჩამო 40 და 50000. ვიღაცა თუ ეგეთ რაღაცას გეუნება და თავი მოაქვს თვითონ რომ რაღაცა იცის, უბრალოდ შემოუტრიალდი ზურგი აჩვენე და გაიქეც, იმიტომ რომ ეს ადამიანი არაფერს აზრი არ არის და ყოველთვის ამბობ ხოლმე რომ ვინც ყვირის რომ აი ბიტკოინი იმაზე ჩამოვა და ამაზე ჩამოვა, ყოველთვის ამბობ მეგობრებო და თქვენს თუ არ გჭირათ, ნუ რა თქმა უნდა შეგიძლია გადამოწოთ, მაგრამ ყოველთვის ამბობ. როცა ვიღაც ამბობს რომ ბიტკოინი ჩამოვა 20000-ზე, 40000-ზე, 50000-ზე, ან უბრალოდ ასეტი ავიღოთ, უბრალოდ აქცია ავიღოთ, უბრალოდ ინდექსი ავიღოთ, S&P ავიღოთ, როცა ვიღაც ამბობს რომ ის ჩამოვა აი ამაზე და ამაზე, იმიტომ რომ მე ვიცი, ვიღაცამ თქვან, იმან თქვან, ამან თქვან, ეგეთ რაღაცას რომ ამბობ, ვიცი, ანუ პირველ რიგში ის ფაქტი რომ ის არაფერს აზრი არ არის. მაგაზე ვთანხმდებით, მაგრამ მეორე რიგში არის ის რომ ის ფულს ვერაზროს ვერ აკეთებს ბაზარზე. ის სავარაუდოდ ინვესტიციებსაც არ აკეთებს, იმიტომ რომ როცა შენ ინვესტიციებს აკეთებ, სულ სხვანაირად ფიქრობ, ანუ საერთოდ არ ფიქრობ იმაზე, რომ 80% გაუფასურდება კიდე ან 300% და ნაშენ. ხო, ანუ იცი რომ ეს ადამიანი უბრალოდ არაფერს აზრი არ არის, მაგრამ მოდი გავაგზავნოთ ახლა უბრალოდ ჩვენი ჩარტების განხილვა. პირველ რიგში ის რომ 55000 და 40000 ჯერჯერობით ჩვენ არა გვაქვს ჰორიზონში და არ განვიხილავთ მის გატესვას, რა შემთხვევაში შეგვიძლია ჩვენ მისი გატესვა განვიხილავთ, ნუ იმ შემთხვევაში თუ უკვე აი ამ ლეველს დავკარგავთ. ხო, აი ბაზარი აქ რომ იყო მაგალითად, აი ნახეთ რამხელა განსხვავება არის. ხო, აი ბაზარი აქ რომ იყო მეგობრებო, ამ შემთხვევაში ვამოვიდი რომ ეს თუ დავარეჯექტეთ, მაგ შემთხვევაში იქნება უბრალოდ ამ დაღმავალი ტრენდის გაგრძელება ქვემოთ და მოვნახავთ lower lows და რომელიც შეიძლება იყოს $54000. ხო, მაგრამ ეხლა ბაზარი აქედან აქაც რო წამოვიდეს, მაინც არ ვიტყვი, მაინც არ იქნება ეს $54000 ლეველი გააქტიურებული, რატომ? იმიტომ რომ პირველ რიგში ჩვენ აქედან დავიწყოთ ესე ვთქვათ, low გვაქვს, higher low, higher high, higher low, higher high და higher low შეიძლება ახლა ჩამოვიდეს, აი აქამდე შეიძლება ჩამოვიდეს და ვიკით რომ აიღოს აქედან ლიკვიდობა, არც ეგ არ არის პრობლემა, ხო? ამიტომ ახლა საერთოდ აღარ განვიხილავ იმ ლეველს, რა უნდა მოხდეს ის ლეველი, რომ ისევ დაბრუნდეს ჩვენ ჰორიზონში და ორდერები გავააქტიურო ისევ აქ, მაგ შემთხვევაში უნდა დავკარგოთ მთლიანი ეს სუპორტი და მაგ შემთხვევაში იქნება გააქტიურები, თორე ამ შემთხვევაში საერთოდ არ ვარ დაინტერესებული აი 54 და $40000 ლეველები და თუ ჩამოვიდა რა თქმა უნდა ძალიან კარგი, იმიტომ რომ კიდე დავატებით ვიყიდი, მაგრამ რა თქმა უნდა სასურველი იქნება რომ ბაზარი წავიდეს მაღლა და ასევე მაღლაც მეგობრებო, პირდაპირ ეს არ უნდა დაატარგეტო, ხო? აქ თუ იყიდენ, ან აქ თუ იყიდენ, ნუ პირველ რიგში აქ თუ იყიდი, აქ შესაძლებელი იყო პატარა მოგების დაფიქსირება, აქაც მოგების დაფიქსირება შესაძლებელი, აქაც და აქაც, ხო? მაგრამ როცა აქ ყიდულობდი, ჩვენი ტარგეტი იქნებოდა აქამდე, ხო? და ამას თუ გავარღვევდით, შემდეგ ეს ტარგეტი აქტიურდებოდა, ეხლა გვაქვს ეს ტარგეტი გააქტიურებული, შემდეგ ესეც თუ გავარღვევთ უკვე $5000 ტარგეტი აქტიურდება და შემდეგ ესეც თუ გავარღვევთ, შემდეგ უკვე $115, $116, $120 ლეველი და $21000-იანიც. ეს რაც შეეხება მეგობრებო long term-ზე, მაგრამ მოდი ახლა განვიხილოთ ლოკალურად რა ხდება. ნუ ლოკალურად რა ხედავთ რომ idеალურად გავარღვევთ ეს ლეველი, სად არის ახლა ჩვენი სუპორტი და buy order-ები. რა თქმა უნდა, buy order-ები არის აქ, მაგრამ აქ არის ერთი რაღაცა მეგობრებო. ყველა ხედავს ამ entry-ს, ყველა ხედავს ამ stop-loss, ამიტომ ჩემი გამოცდილებიდან გეუბნებით რომ რასაც ხშირად ხედავ ხოლმე არის ის რომ ბაზარი უფრო ქვემოთ ტესტავს და ეს ლეველიც რომ გავტესტოთ, აი ეს ლეველიც რომ გავტესტოთ, ჩემთვის არანაირი პრობლემა არ იქნება და ჩემთვის ეს ლოკალური აღმოვალი ტრენდი მაინც აქტიური იქნება, ამიტომ ველოდები რომ ბაზარი ჩამოვიდეს აქამდე, ესე ახლიდან გავაკეთებ ამას, ამ box. ველოდები რომ ბაზარი ჩამოვიდეს აქამდე, აქ ვეძებ მეგობრებო ლონგებს, საინვესტიციოთაც idеალური ადგილია რომ შევიდეთ და აქაც ვეძებ idеალურ ლონგებს, იმიტომ რომ ჩვეულებრივ შესაძლებელია ლიკვიდობები ავიღოთ. ეს რაც შეეხება ჩვენ მაღალ time frame-ს, ჩამოვიდეთ ახლა double time frame-ზე. Double time frame-ზე რას ხედავთ? Double time frame-ზე ჩვენ გვაქვს აქ ლოკალურად ეს ლეველი, რომლის გარღვევაც გვინდა 4 საათიანზე იმისთვის, რომ ისიც არ დაგვაუწყდეს მეგობრებო, რომ in one go ყველაფერი ერთ სვლაში არ იქნება, ხო, რა თქმა უნდა, ბაზარს ჭირდება ლიკვიდობების აკრეფა, ფულის აკრეფა, ინვესტიციების აკრეფა, ორდერების აკრეფა და ასე შემდეგ. ხო, ანუ ის რაც რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა ჩემთვისაც, რომ დიდი ექსპანსია გქონოდა და ბიტკოინისთვისაც კარგი იქნებოდა, კრიპტოსთვის კარგი იქნებოდა და უფრო მეტ ესე ვთქვათ, ყურადღებას მიიქცევდა და უფრო გაიზრდებოდა, იმიტომ რომ ვაუ, ბიტკოინიც იზრდება თურმე ინდექსებთან და აი FOMO დაემართება ბევრი შემოვა და ნუ რა თქმა უნდა, უფრო დიდი ექსპანსია გვექნება და ეს ბაზარისთვის ამ მომენტში კარგი იქნება, მithmeდა ესეთი ნეგატიური ბაზარისთვის, სადაც აქამდე ვიყავით და 3 თვიან თუ 4 თვიან რეინჯში ვიყავით.
მაგრამ რა ხდება ახლა ლოკალურად? ლოკალურად რა თქმა უნდა გვაქვს ეს ორი ლეველი, სავარაუდოდ აქ შეიძლება რეინჯში შევიდეთ, ან იმ შემთხვევაში თუ გავარღვევთ ჩვენ 4 საათიანზე ეს და ამის სვიპიც მოვახდინეთ, რა თქმა უნდა ლონგებში ვიქნები დაინტერესებული აქ და აქაც ვიქნები ლონგებში დაინტერესებული. თუ ამოვედით აქ სხვათა შორის უყურებ ისევ შორტებს, ოღონდ ფასში პირდაპირ შორტს აღება აქ აღარ მინდა, იმიტომ რომ აქ ისედაც ამ შორტში ვიყავი, რომელიც შეგიძლიათ ნახოთ ჩემ TikTok-ზე და Instagram-ზე. ამიტომ პირდაპირ აქ შორტში არ ვარ დაინტერესებული და დაველოდები ფასში რა მოხდება და ან შორტს ავიღებ, ან ლონგს. თუ გავარღვევთ, ავიღებთ ლონგს, თუ დავაეჯექტეთ, ავიღებთ შორტს. Easy peasy lemon squeeze. აქაც იგივე არის, მეგობრებო, ველოდები ფასში, რომ ფასში ჩამოვიდეს და აქაც ლონგს ავიღებ, ეს რა თქმა უნდა ტრეიდინგის მხრივ ინვესტიციას არ დაელოდები არც ფასში არაფერი, ინვესტიციისთვის აქაც ორდერს დააყენებ, აქაც ორდერს დააყენებ, ხო? მაგრამ, აქამდე უკვე ნაყიდი უნდა გქონოდა, იმიტომ რომ რამდენი, წარმოიდგინე, ახლა აქედან რომ დავიწყოთ 80 დღე გქონდა შანსი, რომ ბიტკოინი გეყიდა, როცა ესეთ გაუფასურებული. ხო, მაგრამ ვიცი რომ ბევრი აქტიურდება ახლა, იმიტომ რომ ბიტკოინმა გააკეთა კაისერდა, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ესეთი ეს ხალხი ვინც ახლა აქტიურდება, არის ხოლმე დაგვიანებული. ეს არის ჩემი გეგმა, მეგობრებო, ბიტკოინზე, სად ვეძებ ლონგებს, სად ვეძებ შორტებს და ასევე, რა თქმა უნდა, აქაც ვეძებ ლონგს, ოღონდ ესეც, რა თქმა უნდა, ფასში აქვს სხვათა შორის შეიძლება პირდაპირ შესვლაც, იმიტომ რომ კარგ კონფირმაციებს ხედავ სხვათა შორის, შეიძლება ლიკვიდობა ტრეიდი ავიღო აქ, არ არის გამორიცხული, იმიტომ რომ ეს მომწონს აქ, ეს მომწონს აქ, ეს დროპ-ოფი მომწონს აქ, ესეც რო გავარღვევთ, ამხელა ექსპენსია გქონდა, ეს კონფირმაციაც მომწონს აქ და უფრო დაბლ ტაიმ ფრეიმზე რო ჩამოვიდეთ, დარწმუნებული ვარ, რომ ვიპოვით აქ რამე გასატესტს, უფრო ქვემოთ, ეს ლეველი. სხვათა შორის მეგობრებო, დაინტერესებული ვარ აი ამ ლეველით, თუ ჩამოვიდა ლიკვიდობაზე. დაველოდები და თუ ბაზარი დავინახე, რომ იყო სუსტი, აი აქ აუცილებლად დავდებ ორდერს, stop loss-ი, სხვათა შორის stop loss-ზე ჩავწერ კიდევ ერთ ვიდეოს, რატო ისტოპებით ხშირად. ბევრი უყურებს level 1-ს, level 2-ს, level 3-ს, level 2-ს და level 3-ს ხშირ შემთხვევაში არავინ არ უყურებს ხოლმე, მაგრამ აგეხსნით თუ რა სტრატეგიით და რა ესე ვთქვათ, როგორ დებ ხოლმე stop loss-ებს, როგორ ვირჩევ stop loss. გააჩნია ასევე რა თქმა უნდა როგორ ტრეიდ შედიხარ და ასე შემდეგ, მაგრამ ამისთვის ცალკე ვიდეოს გავაკეთებ. ეს იქნება სავარაუდოდ ჩემი ტრეიდი, თუ აქამდე წამოვიდა, თუ ეს ტრეიდი რა თქმა უნდა გამიაქტიურდა, რა თქმა უნდა მანამდე აქაც ლონგებს ავიღებ, აქაც სავარაუდოდ შორტებს ავიღებ, თუ კაი შორტი წარმოიშვა, თუ გაიღო პირდაპირ აქ ლონგებს ავიღებ და ეს ტრეიდი უკვე აღარ იქნება ჩემთვის საინტერესო. მაგრამ თუ ბაზარი წამოვიდა, ქვემოთ რა თქმა უნდა იქნება აქ ჩემთვის ლონგები საინტერესო და კიდევ ერთხელ მეგობრებო, ეს არის ტრეიდინგი. თუ ეს, მაშინ ეს არ ვწყვიტავ მე ბიტკოინი, რა თქმა უნდა, როგორც ტრეიდერისთვის, ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ბიტკოინი მაღლავა თუ ქვემოთ წამოვა, რა თქმა უნდა, უკეთესია რომ მაღლავდეს, იმიტომ რომ FOMO არის და მოგებებიც უფრო კარგი არის ხოლმე, ან ძლიერად წამოვიდეს ქვემოთ, იმიტომ რომ მაგორ შემთხვევაში ყოველთვის კარგი პროფიტები კარგ პროფიტებს აკეთებ ხოლმე, იმიტომ რომ როცა ბაზარი ქვემოთ მოდის, ყველა პანიკაშია და აგრესიული სელერები არიან ხოლმე და შორტში თუ ზიხარ, ძალიან კარგ მოგებას აფიქსირებ და ასევე ლონგში რო ზიხარ ხოლმე, ესე ვთქვათ, დიდი ექსპანსიებია, FOMO არის ხოლმე და მაგ შემთხვევაშიც კარგი არის, რეინჯი არის ხოლმე. ხშირ შემთხვევაში, ესე ვთქვათ, არც თუ ისე მომგებიანი ადგილები ხოლმე, მაგრამ თუ სწორად ვაჭრობ, მანაც შეგიძლია რა თქმა უნდა კარგი ტრეიდები აიღო. ესე ვთქვათ, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ტრეიდერისთვის, სად იქნება ფასი, მაღლა წავა თუ ქვემოთ წავა, მაგრამ როგორც ინვესტორისთვის რა თქმა უნდა ეს აუცილებელი არის და ესე ვთქვათ, ასევე მინდა ფუნდამენტალური საკითხი დავამატო ამ ყველაფერს, მეგობრებო, რომ ეხლა ბიტკოინი ისეთ ასე მაინც მივიწყებული არის, იმიტომ რომ ამ ლეველის გარღვევის შემდეგ სასურველი იქნებოდა რომ ქონდა დიდი ექსპანსია და უფრო დიდი ესე ვთქვათ დაყოფილიყო, მაგრამ ხედავთ რომ ჯერჯერობით არ არის, სავარაუდოდ ბაზარი წამოეხლა კორექციაზე. თუ ის გააქტიურდა, სცენარი გააქტიურდა, რომელზეც მე ვსაუბრობ და შემდეგ უკვე როცა ესე ვთქვათ, ხედავთ რომ ინდექსები, აქციები გიჟურად იზრდება, ანუ ძალიან დიდი ზრდები არის. იმიტომ რომ ციფრები იყო კარგი, მათი ბრუნის ციფრები და ასე შემდეგ და სავარაუდოდ როცა ისინი თავიანთ ესე ვთქვათ პოტენციალს ამოწურავენ და აღარ იქნება იქ დიდი მოგებების დაფიქსირების შანსი, სავარაუდოდ ის მოგებები, რომლებსაც დაფიქსირებენ ინვესტორები, გადმოიტანენ კრიპტოში. კრიპტოში გადმოიტანა სავარაუდოდ გვექნება ძალიან კარგი და ძალიან დიდი ზრდები, სადაც მე რა თქმა უნდა დავაფიქსირებ მოგებებს. ხო, დარწმუნებული ვარ, რომ მაგ დროს შენ გააქტიურდები და გენდომება ყიდვა, იმიტომ რომ ეხლა გეგონა რომ ბიტკოინი გაუფასურდებოდა და ნულზე ჩამოვიდოდა 10 და 20000-ზე. და როცა ეხლა აიწევს და ის ფული შემოვა, შენ მაშინ დაინტერესდები და აი ზუსტად მე მაშინ გავყიდი და აი მანდ არის ის
რაზეც მე ყოველთვის ვაუბრობ, რომ უნდა იფიქრო სხვებზე, ანუ არ არის აუცილებელი რომ ჭკვიანი იყო, არ არის აუცილებელი რომ გენიოსი იყო, ინსტიტუტში გესწავლოს, რა ვიცი, თან ფრიადოსანი იყო და ასე შემდეგ, ხომ? ერთადერთი რაც არის ტრეიდინგში და ინვესტიციაში საჭირო არის ის, რომ სხვებზე მხოლოდ და მხოლოდ ერთი ნაბიჯით წინ იფიქრო და მორჩა. ანუ იქ დაინახავ, რომ არის ძალიან დიდი განსხვავება შენს და სხვებს შორის და ანუ ამას შენ ჯიბეზეც იგრძნობ, შენ საფულეშიც იგრძნობ და ასე შემდეგ. გადავედეთ ახლა მეგობრებო ეთერიუმზე, იმიტომ რომ ეთერიუმი სხვათა შორის უფრო სუსტად გამოიყურება ვიდრე ბიტკოინი. ლეველს გულისხმობ მეგობრებო აქ ეთერიუმზე, აქ ეთერიუმზე გულისხმობ აი ამ ლეველს, ამ daily levels, რომელიც ჯერ არ გაგვირღვევია. ნახოთ, აი ხედავთ რომ აქ დავარეჯექტე და ჯერ არ გაგვირღვევია. ამიტომ ამბობ რომ ის ჯერჯერობით კიდევ სუსტად გამოიყურება, მაგრამ ხედავთ რომ აი ამ ლეველს, ამ ლოკალურ ლეველს, საიდანაც დაიწყო ზრდა და დავარეჯექტეთ ეს ლეველი, ისე ვინ არჩუნებთ და ჯერ არ უფასურდება, ნუ აქამდე თუ ჩამოვიდა ეთერიუმი, არ იქნება პრობლემა, მაგრამ რა თქმა უნდა არ არის ეს პოზიტიური, რას ვისურვებდი მე ვისურვებდი იმას, რომ პირდაპირ გაარღვევს და წავიდეს, მაგრამ რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ჩვენზე არ არის, ხო? ანკაც რა თქმა უნდა დავიწყოთ კვირაზე ვხედავთ უბრალოდ რომ ეს ლეველი გავარღვიეთ. Daily-ზე რომ გადავალთ, დავინახავთ რომ ეს ლეველი daily-საც კარგად ემთხვევა აი აქ, რომელიც გავავალეთ წეღან და რა თქმა უნდა, ანუ ველოდებით ამ ლეველის გარღვევას და ეს ლეველი თუ გავარღვიეთ, ჩვენი პირველი ტარგეტი იქნება $2,820 პლუს მინუს, შემდეგ იქნება $3,020, $25 პლუს მინუს, შემდეგ გვექნება რა თქმა უნდა აი ეს ლეველი ტარგეტად. აი ეს ლეველი, რომლის დაკოპირება შეგვიძლია აქ მარცხნივ პლუს მინუს აი ეს. და შემდეგ უკვე გვექნება უბრალოდ ამებს დავაკლაუნებ. კლაუნ გვექნება ეს ლეველი გასატესტი, ნუ ეს რა თქმა უნდა ლიკვიდობა იქნება, მაგრამ შემდეგ გვექნება ეს და რა თქმა უნდა აქედან თუ წამოვედით მეგობრებო, ცადეთ. ამასაც დავაკლაუნებ. ესეც რა თქმა უნდა იდეალური ლეველი. გავზომოთ რამდენი რამ ხელმოგება შეიძლება იყოს აქ. გვაქვს აქედან თუ წამოვიდა ბაზარი, ნუ პლუს მინუს 20%, შემდეგ 43, 62 და მე რა უკვე 100%-ზე წავდივართ, მაგრამ რა თქმა უნდა, როგორც ბიტკოინზე ვახსენე, ჯერ უნდა გავარღვოთ ეს ლეველი, რომ გააქტიურდეს ეს ლეველი, შემდეგ ეს ლეველი უნდა გავარღვოთ, რომ გააქტიურდეს ეს ლეველი და ასე შემდეგ და რა თქმა უნდა გზა ვაფიქსირებთ მოგებებს. ბიტკოინის და ეთერიუმზე ჯერჯერობით არ ვარ swing long-ებით დაინტერესებული, სანამ ამ ლეველს არ გავარღვევთ და ლოკალურად რომ შევხედოთ, ლოკალურადაც სხვათა შორის ვარ მოლოდინის რეჟიმში, თუ ბაზარი ჩამოვიდა აქავე long-ებს, თუ გავარღვევთ ეს ოღონდ daily-ზე მინდა რა თქმა უნდა გარღვევა, აქაც ვიქნები long-ებით დაინტერესებული და რა თქმა უნდა აი ამ ზონებში ვიქნები short-ებით დაინტერესებული, მაგრამ ეს ყველაფერი უკვე რა თქმა უნდა ფასში. სულ ეს იყო მეგობრებო ბიტკოინზე და ეთერიუმზე ჩვენი აპდეიტი, ძალიან მაინტერესებს. ისარგებლე თუ არა შენ ამ კორექციებით, აიღე თუ არა ტრეიდები, აიღე თუ არა გააკეთე თუ არა ინვესტიციები და თუ რაიმე კითხვები გაქვს, აუცილებლად დასვი კომენტარებში და არ დაგავწყდეს ვიდეოს და ლაიქება და არხის გამოწერა.